ხო, აი ცოტა რა არის, იცი, მონბლანს რო იღებს ტიპი რა, აი ცოტა როლექსივით არის, ხო ხდები? ან ვაფშე არ იცის და პროსტა მონბლანი გაუგია და ამიტომ აქვს. ან პირიქით რა უყვარს, აი შუაში ძალიან ძნელია რომ შემთხვევით ჩაგივარდეს მონბლანი ხელში რა. აი რაღაც ეგეთი კალამია, ან არ იცი და უბრალოდ აი ბრენდს ყიდულობ, ან გიყვარს, იცი რატო გიყვარს და მაგიტო გაქვს. კი. და რეალურად ეხლა უხიშად რო არ გამომევიდეს საათების მოყურულებთან, ხო, ეხლა Patek Philippe გაცილებით დიდი ბრენდია ვიდრე Rolex. ანუ საათის მცოდნე უმეტესად თვითონ მე საათებს, ნამდვილ საათის მელომანებს ვერც კი დაუყენებ რა გვერდი-გვერდი, ვერც ერთ Rolex-აც აქვს ძალიან ზურიანი გამოშვებები, ედიშენები, ძალიან ზურიანი. მაგრამ როგორც საათის მელომანს Patek Philippe ყოველთვის ურჩევნია, ხო? ამიტომაც როგორც კი საათებში უკვე ასე ვთქვათ, ტიპი ერკვევა, აუცილებლად მიანიჭებს ამ რო ბრენდს რა ხანმოდა, არც ერთს არ ვაკნინებთ, რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი. მაგრამ Montblanc-ში ნახე როგორ ხდება, Montblanc-მა შეძლო ერთდროულად Rolex-იც იყოს და Patek Philippe-იც რა. ხო, აი გარი რა. ანუ ორივე მოახერხა ერთდროულად. ანუ აბსაც შეუძლია იყოს და რაღაც hard rock-იც.